ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება. ჭიჭიკია საწოლშია და მიხელ გაბრიელი მოაკითხავს. და ჭიჭიკიამ უცებ იტრიალა ზურგი კედლისკენ და ვითომ ძინავს. და მიხელ გაბრიელი ეუბნება: ბიჭო, ჭიჭიკია, კაცურად და ღირსეულად მინდა რომ წაიყვანო თუ არა, ტრაკიდანაც გამოგაძრობს უსო. აი ზუსტად ასეა საქართველოს საქმე ამ წუთას. მიხელ გაბრიელი არის ბიძინა ივანიშვილი, ჭიჭიკიები ვარ ჩვენ სუყელანი საქართველო და გვიპირებს სულის წართმევას, რასაც უკვე ყველაფრიდან ჩანს რომ ის არ გაჩერდება და ამას მიაღწევს, ამას გინდა ტრაკიდან გამოგვაძრობს და უნდა პირიდან გამოგვაძროს. მე ვთვლი რომ ალბათ პირიდან გამოგვაძროს და ვიბრძოლოთ ჯობია. ნუ ახლა მინდა გადავიდეს სხვა თემაზე. მინდა მოუწოდო ყველა ადამიანს, ვინც საქართველოშია, ორი საკითხი მინდა რომ ვთქვა. პირველ რიგში ალბათ რუსთაველმა უდიდესი როლი შეასრულა, პარლამენტის წინ ყოფნამ უდიდესი როლი შეასრულა, რა თქმა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ აუცილებელია აქციები გაიმართოს უკვე ამერიკის საელჩო იქნება, იგი ინგლისის საელჩო იქნება, საფრანგეთი, გერმანია. ნუ არ ვიცი, გერმანიის საელჩოზე მით უმეტეს რას უციან ეს შობეძალები. პირდაპირ გებელს და ფაშისტებს შეადარა დღეს კობახიძემ გერმანია და მათი პოლიტიკოსები. ახლა გერმანელისთვის ფაშისტზე მეტი ვარესი შეურაცხყოფა არ არსებობს რა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი და ნუ ახლა რას ელოდებიან. ამიტომ უნდა დავიწყოთ აქციების საელჩოებთან. მათი დახმარების გარეშე ამ მიხელ გაბრიელის გაჩერება თითქმის შეუძლებელი იქნება. და მეორე მინდა ერთი რამ დავაყენო და თქვა, ის ძალები, რა ძალებითაც ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას, ნუ გამოჩნდა უკვე რომ ამ ძალებს, ამ ადამიანებს მიუხედავად მათი თავგანწირვისა, მიუხედავად მათი ბრძოლისა, ამის უკვე всё უნარი აღარაა რა. ამიტომ უნდა გაიზარდოს ეს კონტინგენტი, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ ამ კონტინგენტის გაზრდას და მე შემოვდივარ ამნაირ წინადად. არ ვიცი, ვიმჟელოთ, ისაუბრეთ. ნუ არ ვიცი რა. უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო. ანუ არაპოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოაცხადოს დღე, ერთი დღე, თქვათ ეს კვირა დღე. მოუწოდოს ყველა პარტიას, ვინც დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილის შეცვლით. აქ ახლა კუდაბზიკობა ელოს არ მოუშვო, პატრიოტს არ მოუშვო, ვიბას არ მოუშვო, პრორუსულია პროი. ესაა სისულელე უკვე. ყველა ძალა თუ